ჩვენ კი ვუბრუნდებით კვლავ პროკურატურას, სადაც აკაკი მინაშვილია დაბარებული, რა მოტივით დაიბარეს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურაში, ამის შესახებ გიორგი ფუტკარაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. დეტალებით გიორგი გისმენთ. Yaxsoso სულ რამდენიმე წუთია რაც აკაკი მინაშვილი მთავარ პროკურატურაში მოვიდა, ის არის თენგის გუნდავა საქმეზე მოწმის სტატუსით დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგის გუნდავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. მოგვიანებით ის სამართლომ გაათავისუფლა გირაოს საფუძველზე, მას 10,000 ლარის გირაოს გადახდა მოუწია. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკები და იარაღი მას ჩაუდეს და შესაბამისად ამ ფაქტის გაპროტესტებას აპირებენ. სწორედ დღეს დაიკითხა ამ საკითხზე აკაკი მინაშვილი, ვინაიდან ის იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელმაც გუნდავა სახლში მიიყვანა და ბოლოს იგი ნახა. უფრო მოგვიანებით ჩვენ შეგვეძლება კადრით შემოგთავაზოთ და აკაკი მინაშვილის კომენტარის, ასევე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რამდენიმე წუთის წინ პროკურატურაში მოვიდა ვალერი გელაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ პირადად პრეზიდენტის წინააღმდეგ აპირებს არჩევის შეტანას. სოსო პროკურატურიდან გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა.